12 დეკემბერს ბათუმში მაღალმთიან აჭარაში მცხოვრების სოციალურად დაუცველი სამი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგება და მასში მონაწილეობას ადგილობრივ ბენდებთან ერთად დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ. ანსამბლი ბათუმი თამარ ჭოხონელიძე და დავით ევგენიძე კოლეგებთან ერთად მაყურებლებს 2 საათიან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებენ, რომელიც პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. კონცერტის მსვლელობისას მაყურებელს სპეციალურ ნომერზე დარეკვა და თანხის გადარიცხვაც შეეძლება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროში შეუძლიათ. ბილეთის ღირებულება 10 ლარს შეადგენს. ღონისძიებას ორგანიზებას საქველმოქმედო ორგანიზაცია დოროთია პარკელი უწევს. ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანები, ნიკოლოზ დაჭველი, ჯგუფი გორდილა, ბათუმი და სოფო ხალვაში, აჩიკო ბელიძე, ასევე ინგლისიდან ჩაგვერთო ვიდეო მიმართვით მოგმართვა ქალბატონმა კეთი მერუამ, ასევე ამერიკიდან იქნება პირდაპირ ჩართვა, პორტუგალიიდან გვექნება პირდაპირ ჩართვა, რაშიც ხალხი გვიდგას ანსამბლი ბათუმი და ეს მთლიანობაში, ეს ქველმოქმედება იქნება ზარის საშუალებით. ღონისძიება არის საქველმოქმედო, მოგეხსენებათ, კონცერტი საქველმოქმედო, სადაც შემოსული ზარებიც იქნება, ბილეთებიც ფასიანი იქნება, რა თქმა უნდა, მოხმარდება იმ ადამიანებს, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს ღონისძიება. ერთ-ერთი რგოლი, რომელიც მონაწილეობს, არის სიმფონიური ორკესტრი და თვითონ ხალხის სურვილიც იყო, ორკესტრის სურვილიც იყო და რა თქმა უნდა ხელმძღვანელებიცაც ჩავთვლილიყავთ ამ აქციაში და ჩვენი წვლილი შეგვეტანა, პატარა წვლილი შეგვეტანა ამ სასიკეთო საქმეში.